როგორ ხართ მეგობრებო? ხო ხართ ჯანზე? მეთქი დიდი ხანი არ ჩაგვიწერია მეთქი ვიდეო და მოდი და ჩავწეროთ. რა ხდება ამერიკაში გეტყვით? მოკლედ მთელი ამბებია. დაასდევენ არალეგალებს, მაგრად ყველაფერი ცუდად არის არალეგალებისთვის, ესე ვთქვათ. სხვა ბევრი რაღაცები ხდება ისეთი, რომ მოკლედ არ ახარებენ ერთი სიტყვით არც ტრაილერის მძღოლობაში, არც ტაქსის მძღოლობაში, იმიტომ რომ იჭერენ იქაც ვინც არალეგალურად არის შემოსული მექსიკიდან, ან ისე ვიზით არის გადმოსული და დარჩენილია და დაუმთავრებელი საბუთები აქვს. მოკლედ ასეთი ამბებია ამერიკაში, მეგობრებო. დიდი არაფერი. მწვანე ბარათის გათამაშებაო აპრილიდან განახლდებაო. ეს კაი ამბავი გამოვიდა იმ დღეს უყურებდი. წავიკითხე მერე. აპრილის შუა რიცხვებიდან ალბათ განახლდება რა. ყველა მაღაზია ლაპარაკობს მოკლედ და მე მგონი $1 დაჭირდება და რაღაცა განახლებებია ისეთი ელემენტარული ძალიან არაფერი განსაკუთრებული რა. მე რომ მოვიგე green card-ა და რომ ჩამოვედი დაახლოებით 8 თვეში დავიწყე ტრაილერზე მუშაობა. ეს მოყოლილი მაქვს, მაგრამ მაინც მოყვები. ტრაილერზე დავიწყე მუშაობა და მაშინ არ იყო ამდენი ინფორმაცია, საერთოდ არ იყო უბრალოდ არაფერი ინფორმაცია, მით უმეტეს ქართული საერთოდ არაფერი არ იყო დადებული. ხო და ვისთანაც დავიწყე მუშაობა, მამუშავებდა 24/7-ზე, ერთ სიტყვით საერთოდ არ ვჩერდებოდი, ძალიან ბევრს მუშაობდი და არა და ვიც ეხლა რო უფიქრდები, რამ ხელაზე წინ მიყავი ფაქტიურად, მაშინ რომ მცოდნოდა მე იმ ხელა მცოდნა რომ მქონოდა მე პირადად რომ ელემენტარული მცოდნოდა რაც საჭიროა, ვისაც მწვანე ბარათი აქვს. ძალიან მაგრად ვიქნებოდი მაშინვე უკვე თავიდანვე ესე ვთქვათ რა. ხო და მუშაობდი ესე ვთქვათ ძალიან ბევრს მამუშავებდა ეს კაცი და მე მეგონა ალბათ ესე არა საჭირო ეხა მართლა არ ვიცოდი როგორ უნდა მემუშავა. არა და არ შეიძლებოდა მით უმეტეს ჩემთვის ვინც არ იცის მუშაობა თავიდან ვინც არ იცის უბრალოდ მუშაობა თავიდან ესე ამდენი არ უნდა ამუშავო, იმიტომ რომ სადაც დაეძინება, სადღაც ცუდ სიტუაციაში მოხვდება, იმიტომ რომ twini არ აქვს გახსნილი ჯერ ადამიანს. არ არის მიჩვეული ვითარებას, რა ვითარებაც ხდება საერთოდ. და იმ დღეს ვნახე ფოტოები მქონდა გადაღებული ჩემი პირველი ავარიის დროს რო გადავიღე ერთი სიტყვით, მაგარი, ანუ ივნისში დავიწყე მუშაობა, ივნისის 13 რიცხვი იყო რომ დავიწყე მუშაობა ტრაილერზე. ივლისი და აგვისტოს 9 რიცხვში მომივიდა ავარია. ორ თვეში აქ გვაქვს მარცხენა მხარეს უნდა ვიაროთ. ორ თვეში მომივიდა ავარია. მოკლედ ბრონქსში, ნიუ-იორკის ბრონქსში გამიშვეს სამუშაოდ. უნდა დავტვირთულიყავი ბრონქსში სადღაც და მოკლედ ერთ ადგილას იყო ჩაკეტილი, კარგად მახსოვს ის გზა, ერთ ადგილას იყო ჩაკეტილი გზა. და იყო ორი გასასვლელი, მარჯვნივ და მარცხნივ. და ეს ტრაილერის გზა, რომელიც იყო, ეს იყო ჩაკეტილი და ნიშანი მე ვერ ვნახე იქ არაფერი ნიშანი არ იყო იმისთვის, რომ აი ტრაილერებმა გაუხვიეთ ან მარცხნივ, ან მარჯვნივ. არაფერი ნიშანი არ იყო რა. მე ავირჩიე მარცხნივ, ჩაუხვიე, რაღაცა ქუჩა იყო, რომელზეც ანუ ტრაილერები არ დადიოდნენ. მარტო დადიოდნენ ავტობუსები, პატარა მანქანები და ასე შემდეგ რა.
და გავაჩერე მანქანა შუაგზაზე და ავტობუსის მსხოლს უთხარი რა რომ მეთქი შეიძლება მეთქი წინ ერთი ასასვლელი იყო მარჯვნივ შეიძლება მეთქი რომ ანუ წინ აი გავიდე აუხვიო მეთქი ანუ ტრაილერებს შეუძლიათ მეთქი ვანიშნე რომ მეთქი დიდ მანქანებს შეუძლიათ მაშინ ინგლისური არ ვიცოდი ხო და კიო იესო Yes, მიდი აუხვიეო. ხო და წავედი მეც გამიხარდა მეთქი ვა გასასვლელია. აუხვიე და პატარა ასახვევი იყო და მე მარჯვნივ უნდა გამეხვი, ანუ GPS-ზე მიჩვენებდა რომ მარჯვნივ უნდა გაუხვიო. ვერ გაუხვევდი იქ, ვერ გავეტევოდი რა. ხა თვალით რო გავზომე, მოკლედ ვერ გავეტევოდი მარჯვნივ და ვეცადე რაც შეიძლებოდა მარცხენა მხარეს ამეღო. და ჩემს თავთან ესე ვთქვათ, აი ეს პატარა ხეები იყო ისე რომ ანუ მარცხენა მხარეს არაფერი არ ჩანდა. და ეს პატარა ხეები მიფარავდა ამ მარცხენა მხარეს ამ რამე თუ გაჩერებული იყო ან მანქანა ან რაღაცა თავიდან რო არ დავაკვირდი. მე უკვე ანუ გათიშული ვიყავი, ესე ვთქვათ, გადაღლილი ვიყავი რა. და ეს მანქანა რომელიც ფაქტიურად იდგა იმ მარცხენა მხარეს ჩემ დაფარულ ადგილას ესე ვთქვათ სადაც ვერ ვხედავდი მე ანუ ხე მიშლიდა ფაქტიურად რა ეს მანქანას მოკლედ რო ავედი მარცხენა მხარეს რო კარგად აუხვიე აი მანქანას საწოდავი მანქანას გამოვდე უკანა საბურავები უკანა მარცხენა საბურავები გამოვდე და ნელ-ნელა და გამოვეხახუნე ესე ვთქვათ უკანა მხარეს გამოვდე უკანა კრილოზე და დაახლოებით შუამდე გამოვედი, ესე ვთქვათ, მანქანის შუამდე, მოკლედ გამოვფხაჭე კარგად რა, ესე ვთქვათ. ხო, ეს იყო ჩემი პირველი ავარია. პრინციპში მეტი ავარია არც მომსულია იმის მერე, ანუ პირველად რომ მომივიდა იმის მერე მე ავარია არ მომსულია. ფაქტიურად. აი ესე მომივიდა მაშინ პირველი ავარია. მე ერთი რამდენი ძალიან ბევრი ვიარე, აი 6 თვე რეალურად ამ კაცმა კარგად მამუშავა, ესე ვთქვათ. დღეში მიხდიდა $300 და მუშაობდი 16-17 საათი ყველაზე ცოტას რა. გაუთვალისწინებთ, აი ისე მუშაობდი, რომ მოკლედ ვიდეოები გადაღებულიც მქონდა, როგორ მეძინება. ესე ვთქვათ, აი მივდივარ და მეძინება რეალურად. ეს ვიდეო მაქვს დადებული, სპეციალურად დავდებ. და ჩემ თავს გადავუღე, რომ მეძინებოდა, თვალები მეხუჭებოდა. ხო და აი ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი ამერიკაში ჩამოსული ხალხისთვის რა. ამიტომ გავაკეთე ეს არხი, რომ ადამიანებმა გაიგონ ელემენტარული მაინც, ელემენტარული რაღაცა შეგნება ქონდეთ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ამერიკაში. იმიტომ რომ მე არაფერი საერთოდ არავინ აქ ქართველებმა, ვისაც მე ვიცნობდი, მოკლედ სადაც მე მუშაობდი, იქ არავინ არ იცოდა ეს ყველაფერი, რა უნდა გამეკეთა, როგორ უნდა გამეკეთა. ან იცოდნენ და არ მითხეს, ან არ ვიცი რა, მოკლედ. მე ქართველებისგან ეს ინფორმაცია ვერსაიდან ვერ მოვიძიე. ხო, მუშაობდი ესე 3-4, მე 5 თვეს უკვე გადაღლილი ვიყავი ძალიან. და მაგარი ისტორია. მოკლედ. ესეთი დეიტინგის აპია რა, გასაცნობი აპია, გოგოების და ბიჭების გასაცნობი აპია რა, ესე ვთქვათ, ბიჭები იცნობენ გოგოებს, გოგოები ბიჭებს. ქვია Tinder-ი. ხო და არ ვიცი როგორ მოხდა, საიდან მოხდა, როგორღაც, მოკლედ დავრეგისტრირდი მან. ამას გეუბნებით 7 წლის წინ. დავრეგისტრირდი მან და სადაც ჩერდებოდი, ესე ვეძებდი ვიღაცა გოგოებს, მოკლედ რა. ეს
რაღაცაც ხდებოდა და მოკლედ როგორი რაღაცაა ეს დეიტინგის აპი რა, ეს გასაცნობი აპი, როგორი რაღაცაა, რომ ანუ შეგიძლია სადაც ხარ იმ არეალში შენს გარშემო მიუთითო რამდენიმე კილომეტრი და იმ კილომეტრის რადიუსში მოძებნო ადამიანი, რომელსაც გაიცნო. და მოკლედ გაჩერებული ვიყავი ალენთაუნში, ესეთი ქალაქია პენსილვანიაში. ხო და 2 თუ 3 დღე მომიწია იქ გაჩერება, იმიტომ რომ მანქანა გაფუჭდა. ხო და ვიღაცა გოგოს მოვიწონე, ანუ იქ შეგიძლია მარჯვენა მხარეს გადაუსვა ხელი და მარცხენა მხარეს მოკლედ გადაუსვა. მარჯვენა მხარეს თუ გადაუსვა ხელს ამ ტელეფონზე იმ გოგოს იმას ფოტოს მოკლედ იწონებ. თუ მარცხენა მხარეს არ იწონებ, მოკლედ მე ანუ სხვას ნახო. ხო და ეს მარჯვენა მხარეს გადაუსვი მოვიწონა ეს გოგო მოკლედ და იმანაც მომიწონა რა. ანუ რეალურად დავიწყეთ ესე ვთქვათ მიწერ მოწერა ერთმანეთთან. და იყო ძალიან ლამაზი გოგო, აი ძალიან ლამაზი, ისეთი არ ვიცი. იშვიათად რო შეგხვდება ადამიანს რა, მოკლედ. ძალიან ლამაზი გოგო იყო. ოღონდ ინგლისური არ იცოდა რა. ინგლისური საერთოდ არ იცოდა. ანუ მეც არ ვიცოდი ინგლისური, მაგრამ ელემენტარული მაინც ვიცოდი და ამან საერთოდ არ იცოდა ინგლისური, იყო ჩამოსული მექსიკიდან თუ საიდანღაციდან, მოკლედ იქაური სამხრეთელი, ესე ვთქვათ, გოგო იყო რა. ხო და ეს მეუნება რომ ანუ მე ვთარგმნიო, ესე ვთქვათ, ტრანსლეიციო და ესე წერო რა და არ ვიციო ინგლისური და მეთქი არც მე არ ვიცი მეთქი ინგლისური და მეც ესე წერ მეთქი რა. ეს ხდება მეგობრებო 7 წლის წინ. ხო და ვეუნები რომ მოდი შევხვდეთ მეთქი რა, ვნახოთ მეთქი ერთმანეთი, მეთქი მაგრად მომწონ ხარ მეთქი, ანუ ფიზიკურად მეთქი და ისედაც მეთქი ხოლმე ხარ რაღაცა. ნახოთ მეთქი ერთმანეთი, იქნებ მეთქი რაღაცა მოგვეწონოს მეთქი. მარტო კი არ ვნახოთო ერთმანეთიო, ანუ სასტუმროში წავიდეთო. სასტუმროში წავიდეთო. და იქ შევხვდეთო რა, ანუ ავიდეთო სასტუმროში. მეთქი ბაზარი არ არის. წავიდეთ სასტუმროში მაგის დედაც ვატირე მეთქი. წავიდეთ სასტუმროში, რა უნდა გააკეთო ადამიანმა, ხო? სასტუმროში ხა მიდიხარ იმიტომ რომ რაღაც. ხო და მოკლედ შევხვდი ამ გოგოს ამ ალენთაუნში, მანქანა ვიქირავე, ეს მანქანა მოკლედ დავტოვე იქ სადაც გამიფუჭდა. დავკეტე ვიქირავე მანქანა, აქ Enterprise ქვია, ესე ქვია, მანქანების საქირავო ადგილია, სადაც შეგიძლია იქირავო მანქანა და მე მივუყანო ისე უკან და ძალიან იაფი ღირს 20, ეხა მაშინ ეგრე ყიდა $20-25 ერთი დღე. ქირავობ რომელ მანქანასაც გინდა რა, ესე ვთქვათ რა. და რაღაცა მანქანა ვიქირავე და მოკლედ წავედი ამ გოგოს შევხვდი. ამ გოგოს შევხვდი, წავედით რაღაცა იქ ბურგერები ვჭამეთ, რაღაცა ნაყინი ვჭამეთ, რაღაცები მივირთვით რაღაცები ერთად და თან ვთარგმნით ამ ტელეფონებით ვთარგმნით და ისე ველაპარაკებით ერთმანეთს რა. ხო და მოკლედ გავიდა ერთი 2-3 საათი და წავედით სასტუმროში. წავედით სასტუმროში და არის უკვე 12-ის ნახევარი თუ რაღაც ეგრე 11-12 საათია ღამის უკვე რა. ხო და მაგარი დაღლილი ვარ, აი სერიოზული დაღლილი ვარ, ისეთი დაღლილი ვარ, მეტი რო არ შეიძლება და მაგრამ არ ვიმჩნევა, გოგოსთან ერთად ვარ, რამე 5 თვეა, ეხა საერთოდ ანუ ქალი არ მინახია 24 საათი მუშაობს, სამუშაოზე ვარ, მოკლედ ისე ვარ რა, რომ მეთქი ეხა ამ გოგოსთან რაღაცა უნდა გამომივიდეს, შანსი არ არის რა, ეხა კაცი ვარ ბოლოს და ბოლოს. მოკლედ რაღაცა ჯიგრულად ესე რაღაც დავწეკით რა, მოკლედ ამ საწოლში რა. ხო და ერთი წამის მე ასედიც არ იყო ჩემი თავის დადება. ანუ აი თავი დავდე ბალიშზე და გავითიშე. აი მეჩი. გავითიშე მოკლედ რა. ანუ ისე დამეძინა რომ
მეორე დღის 2 საათამდე არა და უკვე დილით ადრიანად უნდა გავსულიყავი წესით ეს ტრაკი რომელზეც ვიჯექი ის გაფუჭებული ტრაკი მოკლედ უნდა გაეკეთებინათ და უკვე დილით უნდა გავსულიყავი 2 თუ 3-ის ნახევარზე მოკლედ გამაღვიძა ამ გოგომ რა რომ ძალიან დიდი ხანია გაღვიძებო და ვერ გაიღვიძეო რა ხო და უკვე 3 საათიაო რა მე წასასვლელი ვარო რა მოკლედ ეს თარგმანი თავის ტელეფონით მეუნება მეც წასასვლელი ვარო ხო და იმას ქენიო რა ქვია ავდექით წავიდეთო რა ხო და ვერ მივხვდი ჯერ სადა ვარ რა ანუ იმ დონეზე გადაღლილი ვარ იმ დონეზე ესე ვთქვათ გათიშული ვარ რომ აზრზე არა ვარ სადა ვარ ანუ ამ გოგოს რო უყურებ მეთქი ვინა ხარ მეთქი რა და მე ნუ ნელ-ნელა მომივიდა აზრზე რომ მომივიდა აზრი ვინც არის და ეხა სადაც ავარ და ჩემი შეგრძნება იმის რომ რა გოიმი ვარ მოკლედ ხოლმე ხა ჩამეძინა რა კაროჩი აი ესეთი მეგობრებო აი ესეთი თავგადასავალი მომივიდა მოკლედ ჩემი პირველი შეხვედრა გოგოსთან იმის მე რაც ტრაილერზე დავჯექი ულამაზესი არა და გოგო იყო აი ძალიან ლამაზი გოგო იყო რა ძალიან ლამაზ ტანზე ძალიან ლამაზი ისედაც და მოკლედ დამეძინა რა მოდი და ეხლა არ გაგიტყდეს აი ესე ვიყავი გადაღლილი მეგობრო ამას ეხლა რა ვიცი ვინ მოყვება მაგრამ აი ესეთი რაღაცაც ხდება მაგის მერე მოკლედ გადავწყვიტე რომ მეთქი ნუ ღამე აღარ ვიმუშავებდო ეს ხო არ ღადავს მეთქი ესე როგორ უნდა დავიღალო მე რომ მეთქი ნუ ქალთან მეთქი დამეძინოს ხო არ ღადაო მეთქი თო ამ ტიპს ურეკავ და ამ ტიპს უთხარი რომ მეთქი გოგოს უნდა შევხვდე მეთქი რა ხო და ანუ ის ღამე ის დღე და ღამე მოკლედ მინდა მეთქი რომ ანუ გავიდე მეთქი რა 5 თვეა მეთქი საერთოდ არ დამისვენია თო ხო და ვაუ ბაზარი არ არის არ გითქვიაო და მე რო ვიცი ხო ხვდები რომ ანუ 24 საათი მუშაობ და ერთი შენ მითხარი მე ხო არ ვიცი მეთქი ახალი ჩამოსული ნუ მოკლედ ამ კაცს ვეუბნები რომ მეთქი ვსო მეთქი მე ღამე აღარ ვიმუშავებ მეთქი რა და ერთი თვის მერე მეთქი ანუ მე-6 თვეს უკვე თვის ბოლოს მეთქი წავალ მეთქი რა მე უნდა წავიდე მეთქი მე აღარ მინდა შენთან მუშაობა მეთქი მე უკვე მოვედი აზზე რა ანუ თან რომ დავისვენე ის ერთი დღე რაღაცა ვიფიქრე რაღაცეებზე და მოკლედ ვაგარი გათიშული ვიყავი თურმე რა და ესე მოკლედ ამას რო უთხარი მეთქი რომ მე უნდა წავიდე მეთქი 6 თვის მერე მეთქი რა ბაზარი არ არისო წადიო მაგრამ მე ფაქტიურად მომიწევსო თვითონ მუშაობაო და ვიღაცის პოვნაო რა მე საწოდავი ამას ვისთანაც მუშაობდი ეს ტიპი უკრაინიდან იყო ჩამოსული რაღაცა 1 წლის განმავლობაში ეს მანქანა იყიდა რაღაცეები გააკეთა მოკლედ და მე ისე მოხდა რომ მე რო წამოვედი ამისგან მე საქართველოში წავედი და დეკემბერი იყო დეკემბრის 21 თუ 22 იყო უკვე საქართველოში ვარ მე და ამ კაცის ცოლი მირეკავს რომ თუ შეგიძლიაო რომ ჩამოხვიდეო ჩემი ქმარიო დაიღუპაო და მოკლედ ავარიაში მოხდაო ტრაილერიო ანუ ტრაილერში ეძინაო და ვიღაცა ძღოლი ყავდა აფროამერიკელი რა და ეს ძღოლი ანუ მოსრიალდა ყინულზე ვაიომინგში სადღაც მოკლედ და ხიდზე შეასკდა მოკლედ ხიდს რაღაცა ჯიბირს თუ რაღაცა შეასკდა და ამ კაცს ეძინა უკან საძინებელი ხო აქ ამას და ეძინა უკან და მოკლედ გადმოგორდა და სადღაც მიეხეთქა მოკლედ და დაიღუპა რა დაიღუპა და ამ ქალმა დამირეკა მეუღლემ დამირეკა მისმა რომ ჩამოდიო თუ შეგიძლიაო მიხედეო მეორე მანქანას ანუ 2 მანქანა ყავდა ჩემი მწვანე და კიდე ერთი ეგეთივე მწვანე ის უფრო ძლიერი მანქანა იყო რა ის გაძლიერებული ხიდები ქონდა იმას სულ სხვანაირი იყო მოკლედ რა უფრო ძლიერად დადიოდა 500 ცხენის ძალით იყო 1850 თორქით იყო ეხლა როგორიც ჩამანქანას აქ იგივე მონაცემები ქონდა იმას ოღონდ ამას ეხლა 455 ცხენის ძალა და იმას 500 ცხენის ძალა და ვოლვო იყო ის რა
ხო და ეს ხალი მეუნება რომ დაიღუპაო რა მეთქი ჩემი როგორ თო ეხა 1-3 დღის წინ ველაპარაკე ანუ საქართველოსთან ველაპარაკე რომ მეთქი როგორ ხართ მეთქი რა შვებით მეთქი და ამერიკა ავიცი ვიპოვე ერთი ბიჭიო უნდა წავიდეო და დაახლო 3 დღის მერე ეს ხალი მირეკავსო დაიღუპაო ეხა როგორი მოსასმენია ხო და მოკლედ მომიწია მალე ჩამოსვლა უკან იმიტომ რომ ამ ხალმა მთხოვა და მეთქი კაი მეთქი ჩამოვალ მეთქი რა ვიცი შემეცოდა მაგრად რა ანუ უნდა ჩამოსულიყავი იანვრის დასაწყისში და ჩამოვედი დეკემბრის ბოლოს რა ესე ვთქვა ამ მანქანაზე დავჯექი მე ამ ხალთან ვიმუშავე მე მგონი დაახლოებით 1 თვე თუ რაღაც და მე იანვარი-თებერვალში უკვე ამ ხალმა მითხრა რომ აიყვანეო ეს მანქანაო და კომპანიაცო შენ სახელზე გადაიწერეო ესე ვთქვა რა და მომეციო 34 თუ 35000 დოლარიო ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მაგ მანქანაში 35000 დოლარი მაქვს მე გადახდილიო რა. ეხლა რომ ყოფილიყავი ეხლანდელი აზრით, ჩემი აზრით, ხო? არ ვიზავდი მაგას. იყო ძალიან დიდი სისულელე. იმიტომ რომ მაშინ შეიძლებოდა ცოტა სხვანაირად მაგ ყველაფრის გაკეთება რა. ძალიან დიდი თანხა მივეცი, მაშინ 35000 მივეცი, კი მანქანამ თავისი ამოიღო 5 ჯერ და მოკლედ 1 ჯერაც, მაგრამ მთლიანობაში ამ ქალისთვის ეს 35000 არ უნდა მიმეცა წესი და რიგით რა. მაგრამ მე ჩემ მეგობართან ერთად, ლაშასთან ერთად დავჯექი მანქანაზე, ორი მუშაოდით. და იმ ხალს 6 თვეში გაუსტუმრე ის 35000 დოლარი. ფაქტიურად ეგრე მოველაპარაკე რომ მეთქი ანუ მე ეგრევე თანხას ვერ მოგცემ მეთქი რა უნდა გაგისტუმრო მეთქი რაღაცა არ ვიცი რა როგორ წავა მეთქი სამუშაო მეთქი იმიდან გამომდინარე მეთქი და იმის მიხედვით მეთქი. და მოკლედ 6 თვე დამჭირდა მაგის ანუ ყოველ თვე ვაძლევდი მე მგონი 5000 თუ რაღაცა რა არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რაღაცა თანხას ვაძლევდი, მოკლედ 6 თვე დამჭირდა რომ გამესტუმრებინა, ეგ კარგად მახსოვს. ხო და აი ესეთი ამბავი გადამხდა, ძალიან ბევრჯერ მაქვს მოყოლილი ეს ჩვენ ვიდეოებში, მაგრამ ეხა ბევრი ახალი შემოგვიერთა, ვინც არის ის ამ მანქანის ამბავი მოკლედ. ხო და აი ესეთი ამბავი იყო ამ მწვანე მანქანასთან დაკავშირებით. აი გობრებო როგორ მოხდა ის მწვანე მანქანა რომ მე თავიდანვე მყავდა ესე ვთქვათ ჩამოსვლიდან 1 წელში ფაქტიურად ჩემი ტრაილერი მყავდა რაც ძალიან ძნელია შენი ტრაილერის ყიდვა აქ თავიდან რომ ჩამოდიხარ იმიტომ რომ გჭირდება ან თანხა იმის რომ შენი ტრაილერი იყიდო ან გჭირდება კარგი კრედიტ ისტორია და 1 წელშია კრედიტ ისტორიის გაკეთება ისე რომ შენ ტრაილერი მოგცენ 170-180,000-იანი 180,000 დოლარიანი ტრაილერი მოგცენ შენ განვადებით მაგის შანსი არ არის. ეს ტრაილერი მოკლედ გავლილი ქონდა 40 რაღაცა 1000 სუახალი იყო რეალურად რა და გავატარე მთლიანად გაიარა 850,000 ისე რომ ანუ მატორი არ გაფუჭებია. მატორი და გადაცემა და კოლოფი ქონდა მარტო არა, მატორი, გადაცემა და კოლოფი და DPF-ი, ანუ DPF-ის სისტემა თვითონ. ესე ვთქვათ, SC არის ქვია მთლიანობაში. ყველანაირად ანუ უვლიდი რა, რეალურად უვლიდი. და თავისი ამოიღო 5 ჯერ ყველაზე ცოტა რა. ის პერიოდი ესე ვთქვათ, როცა მე დავიწყე მუშაობა, 1 წელში დაიწყო მე კოვიდის პერიოდში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი გადავარჩინეთ მაგ მანქანით. ისე რომ ღმერთმა ყველას გაუმარჯოს. ეგ ჩემი ფაქტიურად ჩემი ვალი მოვიხადე. ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ერთმა მე ხელი გამიმართა აქ რო ჩამოვედი, რეალურად საქართველოში რაზე ვიმუშავებ, მე ხა უმაღლესი არ მაქვს დამთავრებული და არაფერი ისეთი კოლეჯი არ მაქვს დამთავრებული, რომ ხელობა მცოდნოდა რაღაც, ხო? რეალურად
ტაქსაობდი, იქ ტრენერად მუშაობდი, იქ მომარაგებაში მუშაობდი რაღაცეების და ესეთი სამუშაოები მქონდა, ესე ვთქვათ. ორბის დაცვის ოპერატიულში მუშაობდი, მე მგონი წელი თუ წელიწად ნახევარი მანქანებით დავდიოდით, დღეში 45 ლარი მქონდა ხელფასი. მაშინ წადი, შვილო, წადი, ძალიან ნელა მივდივართ. და რა ვიცი, აი ისე მოხდა, რომ ანუ მოვყევი ეს უკვე ეს ამბავი. ბევრი ვილოცე იმისთვის, რომ რაღაცა შეცვლილიყო, ესე ვთქვათ, ჩემ ცხოვრებაში. და შეიცვალა კიდეც მოკლედ რა. მოკლედ აი ესეთი ამბებია მეგობრებო. დღესდღეობით, რა ვიცი, აი უფლის წყალობით ყველაფერი კარგად ამაქვს. თავარია ჩემები ჯამთელად არიან, ყველანი კარგად არიან. მაშინ 26 წუთია, ესე იგი ვლაპარაკობ არა. რა არის ეს? სიბერე ადრე, ანუ ეხლა აი ფაქტიურად 5 წლის წინ, 6 წლის წინ. მანქანიდან რომ დგებოდი ხოლმე, ანუ საჭიდან რომ დგებოდი ხოლმე. არაფერი პრობლემა არ მქონდა რა. ესე ვთქვათ, არც მუხლები მტკიოდა, არც წელი მტკიოდა რა, ეხლაც არ მტკივა, მაგრამ ანუ მომენტი, რომელსაც ვგრძნობ, ეს არის ადგომის პერიოდში წკაპუნობს ძვლები რა. ამას დავაკვირდი, რომ დაახლოებით 2 წელია დამეწყო. ანუ ფეხები დიდი ხანით მოხრილი მაქვს. და რომ ვსწორდები ткацუნობს. მეთქი всё, ანუ რეალურად დავბერდი. უბრალოდ სიბერისკენ მივდივარ. ოდა ეხლა რა არის რა ცხოვრება, ანუ რეალურად როცა ახალგაზრდა ხარ, ძალიან ყველაფერი გეხალისება. თან ახალგაზრდური მაქსიმალისტი ხარ, მაქსიმალურად ცდილობ ყველაფერი ჩქარა გააკეთო, ესე ვთქვათ. ხანდახან დაუფიქრებლად რაღაცა ისე ხოდზე იყო. ეხლა ყველაფერზე აი სანამ 10 ჯერ არ დაფიქრდები, სანამ არ ჩათვლი რომ შენ ყველაფერი გაწონასწორებულად, დალაგებულად მოფიქრებული გაქვს და იცი რომ პრობლემა არაფერი არ გექნება და ესე ვთქვათ რისკის ალბათობა დაახლოებით მიზერულია, ძალიან ნოლის ტოლფასია, მანამდე არ გააკეთე. იმიტომ რომ გამოცდილება გაჩვენებს რომ თუ შენ შეგეშლება ელემენტარული რაღაცას, კი, ელემენტარული რაღაცას, მას მოყვება ძალიან ცუდი შედეგი. ეხლა მე ვფიქრობ, აი გინდაც იმ ავარია რო არ მომსვლოდა, ფაქტიურად მე არ მეცოდინებოდა ის შეგრძნება, რაც იმ მომენტში განვიცადე, ხო? ანუ რა ცუდია ეს ავარია, ამხელა ავარია. არა და არაფერი არ მომხდარა ისეთი. ანუ ავარია რომ მომივიდა, დავრეკეთ პოლიციაში, პოლიციას ველოდეთ 6 საათი, 6 საათი ველოდეთ პოლიციას. იქ ვიდექით, ის მანქანა ყავდა, იქ გაჩერებული, ანუ ის დიდი მანქანა იყო გაჩერებული, პატარა მანქანაში იჯდა ის საცოდავი ბიჭი, ველოდებოდით იმ პოლიციას. პოლიცია მოვიდა 6 საათის მერე თუ 7 საათის მერე. უბრალოდ მოგვცეს დაწერილი ბლანკი, რომ დამნაშავე ვიყავი მე, იმიტომ რომ გამოვდე და გაგუშვეს 5 წუთში. არაფერი, აი მეტი არაფერი. ანუ მომთხოვეს, ესე ვთქვათ, დაზღვევა და მივეცეს ფურცელი, დაზღვევის ფურცელი და წავედი. 5 წუთში, ანუ მოვიდნენ 5 წუთში გაგუშვეს. მეტი არაფერი არ ყოფილა, აი საერთოდ არაფერი. მაშინ
აქ აუცილებელია დაზღვევის გარეშე ვერიული შანსი არ არის. ამიტომ ყველაფერი დალაგებული და ლეგალური უნდა იყოს, რასაც აკეთებ, მით უმეტეს კომერციული მანქანების მხრივ. ძალიან განსაზღვრული წესებია, ისეთი განსაზღვრული წესები, რომ ერთი რაღაცაც რო შეგეშალოს, ძალიან დიდი ჯარიმებია და სამუშაოს გაჩერებენ, ანუ გაჩერა რეალურად არ შეგიძლია იმუშაო რა. ეხლა ვარ ინდიანაში, მეგობრებო, ამ მარცხენა მხარეს იმიტომ დავდიო, რომ მარჯვენა მხარე, აი ვინც იცის ინდიანას გზა, მარჯვენა მხარეს არის, მოკლედ სულ გაფუჭებული რა, არ ვიცი რატო არ აკეთებენ თუ რა ვიცი სპეციალურად არ აკეთებენ. არა და არ შეგიძლია დიდ მანქანას მარცხენა მხარეს იარო წესით. გინდაც ორ გზა, ანუ სამი გზა რო იყოს ყოველთვის მარჯვენა მხარეს უნდა იარო, იმიტომ რომ თან აქ 65-ით მიდიხარ, ანუ 65 მილი საათით მიდიხარ. აქ არ შეგიძლია 70-ით იარო. პატარა მანქანებს შეუძლიათ 70-ით იარო. მითითებულია ტრაილერებისთვის 65, პატარა მანქანებისთვის 70. ეხლა მივდივარ 77-78. 2-3-ით ვამეტებ ხოლმე რა. მაგრამ თლიანობაში, ანუ ესეა რომ ანუ არ შეგიძლია აქ ძალიან სწრაფად იარო. ასეთი ამბებია მეგობრებო რა. დიდი ხანი, მოკლედ ამ მანქანაზე გეტყვით ხო კიდე რომ ეს მანქანა ხოშიანი მანქანა გამოდგა. მოკლედ თავიდან ესე იგი რა დავჯექი სანამ დავამუღამებდი. არაფერი დასამუღამებელი არ იყო რა. თავიდანვე მოკლედ წამოვედი, უკვე გავიარე დაახლოებით 13,000 მილი. ალბათ 3 კვირა, 4 კვირა, 5 კვირა ალბათ დავდივარ რა. 12-13,000 მილი გავიარე უკვე ამ მანქანით. და თვლი რომ Freightliner-ზეც და Volvo-ზეც კარგი და ძლიერი მანქანაა რა. ხასიათით ესე ვთქვათ. სატარებლადაც ძალიან მაგარია. უბრალოდ შიგით კაბინა არის პატარა, ესე ვთქვათ რა. იმათან შედარებით. ახლა Volvo-ებიც არის ამ ხელა კაბინით უკანა მხარეს, მაგრამ ეს მართლა პატარა. ჩემიც პატარა იყო, ანუ ის მწვანე. ეხლა ესაც ჩემია კაცო. მაგრამ ის მწვანე რომელიც ყავდა, ისაც პატარა იყო, მაგრამ ესეთი პატარა არ ყოფილა. ეს ძალიან პატარაა, უკანა მხარეს ფაქტიურად არაფერი არ ეტევა. უბრალოდ ეტევა, მაგრამ ანუ იმდენი რაღაცები არ ეტევა, რაც მინდა რომ დავტიო რა, ესე ვთქვათ რა. ნორმალურად შედიხარ, ანუ წვები შეგიძლია რაღაცა იმოძრაო, მაგრამ ანუ კიდე რო ერთი 10 სანტიმეტრი განიერი იყოს, უკვე სხვანაირად იქნებოდა რა მანქანაზე. მაგრამ თლიანობაში მართლა ძლიერი მანქანაა, რაც დავამუღამე, ესე იგი კარგად დადის, ძლიერად დადის. პრობლემა ისეთი არაფერი არ აქვს. კიდე რა ხოშიანი მანქანაა რა. ჩემი აზრით Freightliner-ი მე არ მანქანად არც მიმაჩნია რა. საშინელება, რავად რო ვატარე, ხა რამდენი ხანი ვატარე Freightliner-ი. და გეუბნებით რომ მაჩქონ, ანუ რომ მაჩქონ, ავიღებ და გავყიდი რა. ანუ არ ვივლი. მართლა არ ვივლი Freightliner-ი. ჩემ მეგობარს ველაპარაკებოდი იმ დღეს რომ მეთქი რო ვატარებდი Freightliner-ს. ანუ იმდენად ხე არის რა. იმ ხელაზე არა კომფორტულია და ანუ ვისაც დამუღამებული აქვს Freightliner-ი და იძახის რომ ანუ Volvo-ს ვერ ვატარებ, აი მაგრად მიგვირს რა. და გინდაც კნოპკები, აი ეს გადასართავები, გინდაც ყველაფერი არის ხე რა, ანუ აი ძალა ჭირდება რომ ჩამოწიო რა. არა და ამ დროს ამაზე ზიხარ ესე ერთი პატარათიც რომ
აკრა ხელი უკვე გადართულია რა, რაღაცა ანუ გინდა მოსახვევები, ესე ვთქვათ, მარცხენა მოსახვევი, მარჯვენა მოსახვევი. სხვადასხვა კნოპკები, ყველაფერი რბილი აქვს რა და საჭე აქვს ურბილეს. ანუ ფრეიტლაინერზე უნდა გეჭიროს ორი ხელით კრაზები თუ კამას რო ატარებ ის. ამაზე არა, აი ერთი თითით ატარებ, არც კი თითის დაჭერაც არ უნდა დედასპიცა ვარ, ისეთი ადვილი სატარებელია რა. აი რო განახოთ და რო განახოთ ახლა ეს. აი ძალიან ანადვილი დასანახია რა. აი ერთი თითით ატარებ, ერთი თითით, აი ერთი თითით გადმოწევა და ფაქტიურად ერთი თითით ატარებ რა. აი ამ გზაზე ვიძახი, საშინელი გზა არის. აი, ჩავსვა. საშინელი გზა არის ინდიანაში. მე მგონი ეს გზა გადადის კენტუკიში. მე მგონი. მივდივარ ახლა ლუიზიანაში, მეგობრებო. ანუ ახლა აქ არის -2 გრადუსი. ლუიზიანაში ახლა რო ნახო, ახლა არის 25 გრადუსი სითბო. დაწუნდებული ვარ რატომღაც. აი ეს პატარა ვიდეო გამოგვივიდა მეგობრებო რა 26-27 წუთი. პატარა ისტორიებით, პატარა ახალი ამბებით, არაფერი განსაკუთრებული. თუ ვინმეს მოგეწონათ ვიდეო, მომწერეთ კომენტარებში. მოგეწონათ. თუ ვინმეს არ მოგეწონათ, ეგაც მომწერეთ. ჯანზე იყავით, მაგრად იყავით რა.